მიგახსენოთ პატარა რაღაცა, რომელიც გულს გაგებთ. თქვენ სიმღერა ჩვენ ძალიან გივა სახეობებს გული. 2 წლის წინ ზუსტად დღევანდელ დღეს აი ამ დარბაზში ჩვენს მეგობრობას თეატრს ხელავის არაჩვეულებრივ საზოგადოებას გამოაყდა ერთი ძალიან გემრიელი მსახიობი, გემრიელი კაცი, გემრიელი მამა, გემრიელი მეუღლე, გემრიელი არტისტი ალფო გულიაშვილი. დღევანდელი სპექტაკლი, რომლის ავტორი, რეჟისორი და შემსრულებელი თემურ ხუნაშვილია, მთლიანად უძღვნის ალფო გულიაშვილის სონას. გთხოვთ წუთიერი დუმილი გვადიოცეთ მის სონას. ახალი ასპარეზი დაუწყოთ თემურ ხუნაშვილს. მოგესალმებათ ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრი. ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ გამორთოთ თქვენი მობილური ტელეფონები, რადგან მათი მუშაობა ხელს შეუშლის საღამოს ნორმალურ მსვლელობას. გმადლობთ. ჩაბრძანება დაამირა და საოცრად მომინდა წერა. გადავწყვიტე საწერ-მაგიდაზე სანთელი ამენდო, მაგრამ სანთელი არ მქონდა ჩამოხვევა. გამახსენდა, რომ ჩამოსახვევად ბამბის ძაფი იყო საჭირო. ვიძებე და რომ ვერ ვიპოვე, შავის ძაფზე ჩამოვახვიე. სანთლის ანთება დავიწყე. რამდენჯერაც მოვუკიდე, იმდენჯერ ჩაქრა. შავის ძაფს ცეცხლი არაფრით არ მოეკიდა. მე ბამბის ძაფის ძებნა დავიწყე. სქლად შეკრული ქაღალდების დასტა ვიპოვე. ზედ გასანთლული ბამბის ძაფი ჰქონდა შემოხვეული. იმ ძაფზე სანთელი ჩამოვახვიე, ავანთე და დავიწყე ლოცვა. ღმერთო, სამყაროს დიდო მწერალ, იდიდა და იძლიერ. ვიცი, რომ გიჭირდა დაწყება, სხვანაირად არ შეიძლებოდა. გაუჭირვებლად არაფერი მოდის. ალბათ რა დიდებულად დაიწყე, მაგრამ შენს წიგნში ყველაფერს იმდენი მადლი დაახარჯე, რომ ის ყველგან არის. აქაც არის, იქაც, წყალშიც, აერშიც, მიწაშიც, ჩენშიც, ძაღლშიც, ძროხაშიც. შენ ისე დიდებულად წერ იმდენ რამეზე და ისე თავისუფლად წერ. სურვილი მაქვს, მეც თავისუფლად ვწერ. ერთი ამბიდან მეორეზე ისე გადავიდები, თუმცა არაფერი. შენ ახერხებ ყველანაირ გადახვევა-გადმოხვევაში დიდი კანონზომიერება დაიწვე. აი, სანთელი რომ შავის ძაფზე ჩამოვახვიე, არა ემბ. იმიტომ რომ შენს წიგნში სხვანაირად წერია. სანთელი შავის გულზე არ აინთება და კაცი კიდევ ძაღლის გულით ვერ იკაცებს. კაცი კიდევ
ძაღლის გულით ვერ იკაცებსო. მომეხმარე, მიმანიშნე რით დავიწყო, როგორ დავიწყო. ეი, შენ მანდ სცენაზე რომ დადიხარ. რა გინდა, რისთვის მოყვეთ? შენ თვითონ რა გინდა? მან საერთოდ ვინა? მე შენი მეორე ხმა ვარ და გეკითხები, რას დაბოდიალო? ან ეს ხალხი რას მოიყვანე, რა თქოაცდე? მე ძალიან მიყვარს ლიტერატურა, წერლობა. და ეს ადამიანები, რომლებიც დღეს აქ არიან, ეჭვი არ მეყარება, ამათაც ძალზე უყვართ წერლობას, ლიტერატურას, თეატრს. აი სწორედ მათთან შეხვედრაზე ოცნებობდი. მინდა მათთან ერთად შევიდე იმ იდუმალებითა და საოცრებით სავსე სამყაროში, რომელსაც სცენაზე გაცოცხლებული გმირები ქმნიან. ჩვენი საყვარელი მწერლების საყვარელი გმირები. იქნებ ცოტა ხნით მოვუწდეთ რეალობას. დავივიწყოთ პრობლემები, გავიხსენოთ ბავშვობა, ლამაზი, განვლილი წლები. პერიოდი, როდესაც წიგნის გარეშე არ შეგვეძლო არსებობა. გავიყინოთ, ამ წრემლი მოგვერიოთ, განა ეს ცოტა. ეს ძალიან რთული გზა აგირჩევი. ეს ბეწვის ხიდზე გავლასგავს. არ გეშინია, რომ ეს ხიდი გაწყდეს. მე ერთხელ უკვე გავიარე ასეთ ბეწვის ხიდზე და იმედი მაქვს, რომ ესაც შევძლებ ამას. და იცი რა? იმიტომ რომ საქართველო ერთი დიდი წიგნი მგონია. მთები ხდება დავს და შენ უამრავი რამს წერი. გადაშლილი მაქვს ეს უცნაური წიგნი. მანათობლებად მზე დამთვარე მყავს და მკითხულობ დაუსრულებლად. და მინდა სამწუხაროდ ბევრისთვის მივიწყებული ეს სიამოვნება შევახსენო. აი მათ კი ვისაც ეს ჯერ არ განუცდია. უთხრა, ურჩიო, რომ არ არსებობს ამ ქვეყნად უფრო დიდი ბედნიერება, უფრო დიდი სიხარული და განცდა, ვიდრე შეხვედრა საყვარელ მწერალთან, საყვარელ ნაწარმოებთან. კარგი, მიდი, შენიც ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ეგ რა არის? რა წიგნი გიჭირავს ხელში? ეს მიხეილ ჯავახიშვილია, ჩვენი დიდებული კლასიკოსი. ეს მინდა მისი ერთი ნაწარმოები წარმოვადგინო. მოიცნო? აქ რაღაც მინაწერია ხდაზე. ნურმან ლეპანიძე, მიხეილ ჯავახიშვილი. ქართული ცხვირი, ზეპენსმენ კაცრი, მართალი შუბლი წარბი მერცხლებად, რას არ მოესწრება ცოცხალი კაცი, შენს სადიდებლად სიტყვა ეძლევა. დიდებულად არის ნათქვამი. მაშასე მიხეილ ჯავახიშვილი. ორი შვილი. მოიდა ხელი და მორჩედ ვაჭრობას 35, 40, 30 წარაბი. არაფერს და შენ ვინ და მე ჩემი. და თევდორემ წელი მოაბრუნა. დავალი მეხუთეც დაავეში. მე მედუქნეს მიუბრუნდა. კარგი რაზაკ. კარგი შენც რა სახი. უცი ხომ ამბობდი, ამ ხეში 40-მასაც არ დავიშურებ. რა გმეთი გიწრებ? მიეცი და მორჩი. კარგი ჯანდალა შენით არის, ჩამოდი. თევდორემ ჯერ თავისი პატარა შვილი, 12 წლის შიო ჩამოსვა ცხენიდან, რომელიც უკან ცხენის გალაზე ყავდა შემოსული. შემდეგ თვითონაც ჩამოხდა, მივიდა მედუქნესთან, ხელი გაუგო. ალალი ღმერთმა შაგაბა, შვილივით გამიზრდი. შემდეგ ცხენი ბოძზე მიავა და სამივენი დუქანში შევიდა. ცხენთან პატარა შიო დარჩა. მაშელა ეს ცხენი ჩვენია. ამბობს მისი ტოლი ზურაბი. თქვენია სინანული ოხრა შიო. რა ცხენია? გავიზრდები, ჩემი იქნება. ამბობს მედუქნის ბიჭი და თან ცხენს გარშემო უტრიალებს. შიო სრემლებს კლავს. ნიშაბი თითქოს ნამს გაფიგვასო
ადგილზე ინაცვლებს წინა თეთრწინდა ფეხებს. დუქანში კი ნასყიდობის ბარათს ადგენენ და ჩარეკიანებს ძლიერს. მე სამივე გარეთ გამოვა მზეუფე შუბის ტარზე. დიდძვარელმა თევდორემ 40 თუმანი ჩაილაგა უბეში, დალალმა თუმნიანი დაჭმუჯნა და ბუზგუნით პირიქნა სოფლს. თევდორემ წყენთან მივიდა, კისერზე ეყრდა, ემშვიდობება, რაღაცას ეჩურჩულება, თითქოს ბოდის თუხტის გაყიდვისო. შემდეგ ნამტირალელი შვილი მიხავს და მიდინა. მედუქნეს ზაქარია ორივე თვალით ბურღავს მიმავალს. შემდეგ უცებ შებრუნდება და დაიძახებს. დედაკაცო! კარებში მისი ცოლი ნატო გამოჩნდება. კარებივით გარუჯული, შავი, პირუკმეხი, ქმარებით აწოცილი, მაგარი, ძვლებისა და ძარღვებისაგან ნაკსოვი. მე იქნება შემაგვიანდეს. კედელს ეტყვის, მედუქნე და ხანჯალ რევოლვერს ჩამოხსნის. წყენს უპატრონებ, დუქანზე თვალი გეჭირო. შემდეგ შებრუნდება, გზას გადავა, ღობეს ჩატეხავს და ბენაკს დათვივით შეერება. მედუქნე ზაქარია ზედმეტი ფული მისცა თევდორეს. 3 თუმანი მეტი გადააყო. ამ თუმნიანებს გზაზე ხმარ ყოფს. მთელი დღე დუქანშია დილიდან დაღამებამდე. ვაჭრობს, ყიდულობს, ყიდის, რეცხავს, ხარშავს, ასუფთავებს. როგორც მუშტარს მოუნდება, ისე იქცევა, როცა ეკირება იცის, როცა ეცინება ტირის, დამს ყველაფერს თავისი ერთადერთი შვილისთვის, თავისი 12 წლის ზურაბისთვის აკეთებს, უნდა რომ აქედანვე შეუმაგროს ცხოვრების საძირკველი. ბილიკებით მთავარ გზასთან გავა, იქვე ბუჩქებთან წამოწვება. აქ დაელოდება თევდორეს, ჯერ არ გაევლიდა, ბილიკი მოკლეა, გზა კი გრძელი. აგერ თევდორეს გამოჩნდა, უკვე ბინდდება, გვერდზე თავისი შვილი მოსდევს. ახლა შეამჩნია მედუქნემ. ბიჭს რუსული ხუდი აყურავს, ჭრელი ხალათი აწვია და ლოყაზე გროშის ოდენა ხალი აქვს. თევდორე და მისი შვილი გაჩერდებიან. ზაკ, შენა, აქ რა გინდა, კაცი? ის მინდა რომ ფული გადმოგაყოლე, უნდა დავთვალო. კი, მაგრამ ეს ოხები სამჯერ არ დავთვალე. არ ვიცი, 3 თუმანი მეტი მოგეცი, უნდა დავთვალო. თევდორე შიშობს. ზაქროზე ცუდი ხმები დადის. თანაც უკვე ბინდდება, მაგრამ სხვა გზაც არ აქვს. კარგი, მაგაზე როგორ გაწყენიმე? ამოიღებს სუბიდან ნაჭერში გაყვეულ ფულს და მიაწვის ზაქროს. დათვალე. შენ თვითონ დათვალე, იტყვის მედუქნე და ადგება ფეხზე. თევდორე იქვე ბუჩქებთან დაჯდება და დაიწყებს ფულის სათითაო თვლას. 1, 2, 3, ესეც 4, ესეც 5 და განიერ ფოლადს თევდორეს კისერზე 3-ჯერ გააქვს კრიალი და ჩახუნი. ბიჭი უმალ დაგორდება ფერდობზე და ბუჩქებში შესხუტება. თევდორემ თითქოს დასტური მისცა შვილსო თავ ჩაქინგრავს, გვერდზე გადავარდება და აფართხალდება. მედუქნემ დასტაცა ფულს ხელი, შემდეგ შეატრია ბუჩქებში თევდორე და თვითონ ბიჭს გამოეკიდა. დამღუპავს, თუ გამეცა დამღუპავს. დუქანთან კი ნატო და ზურაბი ცხენსულია. აურბებენ. შემდეგ თავლაში შეიყვანეს. ქერი დაუყარეს. მე დედა ეუბნება შვილს. მე ცოტათი მეზობელთან გადავალ. შენიცი, ყურადღებით იყავი. დუქანს მიხედე. უცებ ვიღაც უცნობი მაგალი კაცი დაადგა თავზე. გამარჯობა, პატარა. მე მაგაგიმარჯობა. ვისი პატარა? ზაქროსი? ზაქროსადა. მეგონი ვენახში. დედაშენი? დედაჩემი მეზობელთან გადავიდა. რა ქვია პატარა? ზურაბი. არაფერს დამალევია ზურაბი. რატომაც არა? და უცნობ ჭიქაზე ცლის, ყველსა და ფულს ატანს და 1000 რამეს ეკითხება ბიჭს. როგორ ცხოვრობენ, როგორ მიდის ვაჭრობის საქმე. შემდეგ ზურაბი შეეკითხა, სირაჯი ხო არა? ხო, სირაჯი ვარ, ღვინის საყიდლად მოვედი. მე და ამ დროს ღვინოა, ჯერ ყურძენი არც კი შემოსულა. არა, მე ძველი ღვინო მინდა. ხო გაქვს? კი, მე მგონი უნდა იყოს ერთი ხოცო კიდევ. შემდეგ
უცნობი ჯიბიდან ფულის დასტას ამოიღებს, იქიდან სამთუმნიანს გამოადრობს და გაუწვდის ზურაბს. აჰა, რაც გერგება აი, დანარჩენი შენთვის მიჩუქებია. ჩემთვის გაუწდა ბიჭი. ხო, წიგნები დასაცმელი იყიდე. მაგრამ უცნობს თვალები ევლიტება, დაღლილია. შემდეგ ზურაბს ეტყვის. მე ცოტა ხანს აი აქ ტახტზე წამოვწვევი. ძალიან დაღლილი ვარ. დედა მამაკ მოვიდეს, გამავიძე. ეტყვის, შემდეგ წავა, ტახტზე პირქვე დაწვება და უცებ მიიწინებს. ნახე დედი, ნახე რა მაჩუქა იმ კაცმა. 10 წუთის შემდეგ დაბრუნებულ დედამის ფულს აჩვენებს ზურაბი და უცნობზე მიუთითებს. დედაკაცმა ფული ხელიდან გაგრიჯა. რას აქვს, ვინა ვარ? ასე თქვა, სირაჯი ვარ. ვინის საყიდლად მოვედი. დედა მამაკ მოვიდეს, გამავიძებ. მაგრამ ნატო სირაჯებისთვის არასწარია ზაქრომოვა და ის გარკვევს. მაგრამ ეს რა არის? ბიჭი მუშებულია, ვარბაცობს. რა არის შვილი? ცუდად ხარ? ეტყვის დედა, შულზე ხელს მიადოს, ბიჭს სიცხე აქვს, თონესავით ცხელია. უი, ისევ ცხელება დაგეწყო შვილი. წადი დაწექი, მეც ეხლა ვემოვა. ბიჭი ვარბაცი გავა, დედაკაცმა კი ორივე თვალი მძინარე უცნობის ლურქს მიაბჯინა. დაიღუპა საკრო! დაიღუპა! ის ბიჭი თუ გაემცა დაღუპულია! კურდღელებით მიქრიშიო! მწევარი მისდევს საკრო! გაიბინეს! გაიბინეს! ვენახები! შემდეგ დაბნელდა, აღარაფერი აღარა ჩანს! მარტო ლანდები გადაჰკრის საკეთიკით, საკრო რევოლვერს ვერ ხმარობს, გიჟი კი არ არის, გარშემო 2 თუ 3 სოფელია, გაუგებენ ისევ ხანჯლით დაკლავს, ან დაახჯობს, აგერ გზა, ზისიქით დუქანია, დუქნისიქით სოფელი, თუ სოფელში შეასწრო ბიჭმა, დაღუპულია, წასულია საკრო საქმე და მაშინ ხანჯლით თვითონ უნდა გამოიჭრას წელი. დუქნის კედელზე ფანარი ყიდია და საწოდავი ბიჭი, როგორც ღამის ფარვანა, ისე მიილყისამ ხანრისაკენ. დედი, მიშელე, დამალე! შევარდება უცნობი ბიჭი და უცნობ დედაკაც ხალთაზე ჩამოეკიდება. ვინახა შვილო? რა მინდა? დამალე, გახეცები მოსაკლავად მომდევენ. დამალე და ათქონებული ხელებით კალთაზე ეკიდება. საწოდავი ბიჭი დედაკაც. წამოდი შვილო, წამოდი. აი კი ჩემი, ხელმარბნი კარებია, გოგურია, შეაღეკარები და შენი. ბიჭი გაიქცევა, მართლაც კარები გააგებ და სიბნელეს შეერევა. დავიღუპე! დედაკაცო, ის ბიჭი, ის პატარა ბიჭი, რა იქნა? სად არის? ვინ ბიჭი? და უმალ მიხვდება ყველაფერს. რა ამბავია? არ იტყვი? ის ბიჭი თუ გამექცა, დაღუპულები ვარ. არ იტყვი რა მოხდა? კაცი შემომაგდა. ვინ კაცი? დიძვარელი თევდორე, ცხენი რომ მოკვიდა. იმ ბიჭმა და მინახა, ის თუ გამექცა, დაღუპულები ვარ. და უმალ უცებ ჩურჩული ესმის. ზადი, იქ არის გომურში. მიდი, მოკალე, მოათავე, ოღონდ ჩუმა! ეს კაცი არ გააღვიძო. და მძინარე უცნობზე მიუთითა. ვინო ხერია, იკითხავს ზაქრო. რა ვიცი, წეგან მოსულა. ვიღაც უცნობია სირაჯი ვარო. ზურაბისთვის 3 თუმანი უჩუქებია. 3 თუმანი? რადგან ბიჭს 3 თუმანი აჩუქა, ეთყობა დიდი ფული აქვს. ორივეს თავში როგორც ზარი ისევ ეკავს. ეს აზრი. ადამიანი, დროზე შენი გოგურში შეახსენებს ცოლი, მაგრამ ზაქროს ამისთვის აღარ ასწელა. მისი თვალი და გონება მხოლოდ უცნობს მის ჩერებია. რა ვქნათ, სტუმარი ღვთისა, მაგრამ ცუდ დროს გაეჭრირა. ამასთან ზაქრო ხელში ხანჯალი უკავია. იმას ის წინავს, თანაც 6 იქნება თუ 7 მნიშვნელობა არ აქვს. თევდორე მეექვსე იყო, ეს მე7 იქნება, ის ბიჭი მერვე და უკანასკნელი. ცოდვილია ზაქრო, მაგრამ რა უშავს, მოინანიებს, შუამთაში წავა, შაბათაზე ავა. ალავერცაც ეწვევა მცხეთას, ყველა სალოცავს, თითო საკლავს, მიუტანს, საკლებს დაანთებს, მოინანიებს, შენდობა, შევაგეწევა, ჩემი ცოდო, დაგეწევა. უცებ ჩაესმის მეწყარის ბღავილი, რომელიც ერთხელ სამგა ჩემქვევით გზაში უცბად შემოაკვდა. დედაკაცო, ზურაბი წაიყვანეს სადმე, მომაშორე, რუქიშინია,
ავადარი სიცხეა, ძინავს, ვერაფერს გაიგებს. მაგრამ ეს რა არის? რა ემართება ზაქროს? არ ვიცი, დაბლილობისგან, სირბილისგან, ფეხზე ვერ დგება. ფეხზე ვერ დგება. მივა, იქვე სადღაც ჩამოჯდება და შემდეგ ამოიკნესებს. დედაკაცო, მე არა, შენ შედი, მიდი დუქანში შენ მოკალი. მე იტყვის დედაკაცი, ხო, შენ, მე არ შემიძლია, ფეხზე ვერ დგევარ შენ. დაგწელოს ჩემმა გამჩენმა, წაიბრუნებს დედაკაცი. მერე იქვე დაგდებულ წალს საიგებს. დუქნის კედელზე ამთებულ ფანას ჩააქრობს და დუქანში შევა. რამდენხანს იჯდა მედუქნე და ელოდებოდა ცოლის გამოსვლას, არ შეუჩნევია. როდესაც დედაკაცი გამოვიდა, გვერდზე მიუჯდა და გაუჩნდა, მაშინ ღამ მიხვდა, დუქანში მოსაკლავი მოკვდა. ახლა გომურის ჯერია. ზაქრო ადგება გომურისკენ. წავა გარეს შეაბერს, შიგნიდან ჩაკეტავს. გომურში ბნელა არაფერი არ ჩანს. სადღაც ცხენმა დაიჭიხვინა. სადღაც კამეჩის ფშვინვა ისმის. აგერ სანათურში ერთადერთი ვარსკვლავი კამკამებს. ნელ-ნელა ეჩვევა სიბნელეს თვალი. კუთხეში რაღაცამ გაითაჩუნა. ზაქრო იქით წავიდა. ლანდმა გადაიყვინა. ყველა წყალო, პატარა ბიჭო, დაფლილია შენი წუთები. ვერსად გაექცევი ზაქროს, თვალსა და ხელს და საწოდავი ბიჭი. უცებ ზაქროს მკლავებში აღმოჩნდება. 1, 2, 3. დაღარახსოვს. რაღაცა გაიგო. ზაქრომ. კნავილი, გმინვა თუ კივილი. გამოვიდა გომურიდან, მივიდა და თავის ხოლთან გაჩერდა. მოისაზრე რამე კაცო, ეუბნება დედაკაცი. ზაქრომ მოისაზრა, აქ სათივეა. სათივესთან ორმოს გასთხრის, დახოცილებში ჩახრის, მიწას მიაკრის, შემდეგ ზემოდან სათივეს დაადგას. გაზაფხულამდე თივას არ იხმარს. მერე კვალიც გაქრება და ისმის ბარის წკრიალი, ბელტი ბელტს მოსდევს, ცოლიც ეხმარება. სანთელს, ჭრაკს არანთებენ, ჯერ ადრეა სოფელს ისევ გვიძავს, ვიღაცა გაივლის და შენიშნავს. აგერ უკვე ზაქრო წელამდეა გრძელ ორმოში. შემდეგ ამოდის. მიდის, ჯერ ერთ თვით ზეზიდება, ნაბადში გახვეულს, იღლიაში ამოჭრილს, მოიტანს და ორმოს ნაპირზე დასდებს. შემდეგ წავა, მეორე თვითი მოაქვს. ისიც ნაბადში გახვეული, უფრო მძიმე ზურგზე მოკიდებული. მოიტანს და იმასაც ორმოს ნაპირზე დასდებს. ფიქრობს ზაქრო რაკნას, ნაბადი ქვეშ გაუფინოს თუ ზემოდან დააფაროს, სულ ერთია იტყვის. გადაწყვეტს, შემდეგ ნაბადს აიღებს, ჩააგდებს ორმოში, დაიხრება და იქვე გაფავდება, გაშეშდება. გზაზე ცხენების ქარათქური გაისმა. აგერ ჟინჟღილების ხმაც არის. გაივლიან სადმე, ალბათ სხვაგან მიდიან, ორივეს თავში ეკავს ეს აზრი. გაივლიან სადმე, ალბათ, მაგრამ არა. დუქანთან გაჩერდა ცხენის ფეხის ხმა და უცებ კარებზე არ ახუნებენ.